მოგესალმებით, ჩემო თვალსაჩინოებო და მეგობრებო. ახლა შემოგთავაზეთ მე თქვენ შემდეგ ვიდეოს ლეტალია პანდორასი კითხვა პასუხები და თემა ეხება ბავშვებს აუტისტებს. პანდორა პასუხობს ხომ იქ ბევრი გამოვტოვე შესავალი რომ არსებობს ბევრი სპექტრი აუტიზმისა დაწყებული შიზოფრენიიდან და ეს სპექტრი ბევრი არიანო ბავშვები რომლებიც არაფრით არ განირჩევიანო ნორმალური ბავშვებისაგან არიან ბავშვები რომლებსაც მძიმე ფორმაში აქვთ აუტიზმი რომლებიც ვერ ლაპარაკობენ ვერ აღიქვამენ სამყაროს თავიდანვე ჩაკეტილები არიან მათ არ ესმით ანუ არა ფიზიკურად მათ ესმით მაგრამ არ უნდათ ამ სამყაროსთან კონტაქტიო ძალიან ძიმედ რეაგირებენ და თავს უტყამენ კედელს იჭამენ ხელებს ჩხილებს ხო და ძალიან ბევრი მასეთი მომენტები არის აუტიზმის განხილვა როგორც ერთი დაავადება შეუძლებელიაო და აუტიზმის დადგენა შეიძლება 4 წლიდან ну ჯერჯერობით რუსეთში მასე არისო მაგრამ იმის გაგება თუ ბავშვს აუტიზმი აქვს თუ რა შეიძლება ადრინდელი ასაკიდანაც მიხვდე მაგრამ ორსულობის პერიოდში იმის დადგენა ბავშვს აქვს აუტიზმი თუ არა შეუძლებელია გენეტიკური ანალიზითაც არ დგინდება ვერ დგინდება ბავშვს აუტიზმი აქვს თუ არა ამ პანდორა რევიზიონს ყავს აუტიზმიანი ბავშვი და ის თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე საუბრობს ამ თემაზე მეც გავაკეთეო სკრინინგი ჩემი შვილზე გენეტიკური სკრინინგი და ანალიზებმა ნორმაში მაჩვენაო ყველაფერი და ახლა ამ ვიდეოში რაც შეკითხვას ვამენ ყველა დაკავშირებულია ბავშვებ აუტისტებთან და შემდეგი შეკითხვა ასეთია თუ რატომ გაიზარდა ეს დაავადება მთელი სოფლიოს მასშტაბით პირველი კითხვა ასეთი ეს არისო კარმიული პრობლემები კარმიული საკითხი ეს არის აცრის ბრალი თუ ეს არის ცუდი კვება მიზეზი მე ხა ჩამოთვალე თუ კითხოლებმა ეს რასაც მე ხა ჩამოთვალეს კითხოლებმა ამიდან რომელი არისო მიზეზი აუტიზმის ანკოლოგია არისო ამის მიზეზი თუ რამე სხვაო კითხვას ვამენ პანდორა პასუხობს პანდორა ამბობს რომ მე ამას ვხედავო როგორც გეოშტორმს ეს ყველაფერი სავაკუპნესტი გროვა სრულიად ბევრი რაღაცეებისა რომელიც ერთ წერტილში გროვდება ეს უარყოფითი მომენტები გროვდება ერთ წერტილში გროვად დავიწყოთ იმითიო რომ ამ სამყაროში ჩვენ სამყაროში დაწყებული 2012 წლიდანო და ცოტათი ადრეც შემოსვლა დაიწყო სულებმა რომლებმაც ეს პლანეტა უნდა გადაარჩინონ ანუ უნდა აწიონ ვიბრაციულად ეს არისო კრისტალური სულები ეს მხოლოდ ბავშვები ინდიგო ბავშვები არ არიანო რომლებსაც აურა ღია კაშკაშა ლურჯი ფერის აქვთო აგრეთვე ესენი არიანო ბავშვები კრისტალები რომლებიც სრულ სინქრონიზებას გაუკეთებენო საკუთარ თავს დედამიწის კრისტალებთან და დაეხმარებიანო დედამიწას გული ჩართონო სრულიად წასუბრება გაუკეთონო დედამიწის ენერგიებს მაგრამ ჩვენი მტრები რას აკეთებენ ისინი ჩვენს სხეულებს ამრუდებენო და ეს უზარმაზარი სულები ამ კრისტალური სულები კრისტალური ბავშვების სულები რომლებსაც გააჩნიათ ჩაკრების დიდი რაოდენობა უზარმაზარი რაოდენობა ბევრი ჩაკრა გააჩნიათ უпростоრად და ენერგიების დიდი რაოდენობა გააჩნიათ და მათ არ შეუძლიათ სრულიად შევიდნენ ამ გამრუდებულ სხეულში თან ეს გამრუდება გენეტიკურ დონეზეა და ისინი აკეთებენ ამას ჩვენი მტრები ბაბუების და ბებიების და მშობლების ხო მე დავამატებდი რომ ამ საკურველია ამ დიდ როლს ასრულებსო ხილმტრელები
კვება, აგრეთვე აცრებით, ეს ყველაფერი მომხდებს ჩვენ გენეტიკაზე, მძიმე მეტალები, ყველაფერი ის, რითაც ჩვენ სუნთქავთ, აგრეთვე საინფორმაციო ხმაური და ეს გეოშტორმი ხდება იმისთვის, რომ განადგუროს ეს ახალი რასა, რომელსაც ელოდებიან ჩვენ შემდეგ. უпростоრად ის ახალი რასა ვიქნებით ჩვენ შეცვლილი, ჩვენი შეცვლილი ტრანსფორმირებული სხეულებით. ალბათ დედები ფიქრობენ, რომ ეს ჩემი ბრალიაო, რო შვილი ასეთი დამებადა და რისთვის დამემართავო მე ეს და პანდორა ამბობს. მე გეუბნებითო დედებო, ვისაც მიმართავს, ვისაც აუტიზმიანი ბავშვები ყავთ. ეს არისო საჩუქარი. აუტიზმიანი ბავშვის ყოლა. ეს არისო საჩუქარი. მაპატიეთ, ნუ გამიბრალდებით, შეიძლება ახლა ბევრმა ეს მიიღოს სხვანაირად. მაგრამ ეს ხალი ხედავს წვრილ დონეს და იცის, მას აქვს კავშირი წვრილ სამყაროსთან, ამ გოგოებს საერთოდ. და რატომ საჩუქარი? ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ბავშვების დედების სულები თვითონ შეეცდება გამონახოს გამოსავალი და შვილის გამო იწყებს სულიერად განვითარებას. ანუ შვილი აიძულებს მშობლებს განვითარება დაიწყოს. რა იგულისხმება მასში? მშობლები ცდილობენ რამე გამოსავალი ნახონ, წაიკითხონ, ინფორმაცია მიიღონ. ჩემი შვილის დახმარებითო კიდევ შეგახსენეთ, რომ ამ პანდორას ყავს აუტიზმიანი ბავშვი და ჩემი შვილის დახმარებითო მე ისეთი რაღაცების შესწავლა დავიწყეო და მივიღეო ჩემი ეს ყველაფერი როგორც ჩემი საჩუქარი. და მე მივხვდიო, რომ მე თუ სულიერად არ განვითარდიო, ჩემი შვილი უბრალოდ დაიღუპებაო. თან ამის შვილი ყოფილა ძალიან მძიმე აუტისტი და მეო მძიმე მდგომარეობიდან ჩემი შვილი გამოვიყვანეო სუფულ მდგომარეობამდე. ის ახლა საუბროსო, ის ახლა ურთიერთობსო, ის ახლა არისო მოზარდი, ბავშვებს ეკონტაქტებაო, ბავშვებს ესაუბრებაო. თან ისეთი რთული მდგომარეობა ქონია, თავს ატყამდა თურმე კედელს. ალბათ ინტერნეტში გინახიათ, მეც შემხედრია ბევრი ასეთი ვიდეო, სადაც მე არ ვიცოდი ეს რა იყო. ეს თურმე აუტიზმის მძიმე მდგომარეობა ყოფილა. მე კი სულ სხვა დაავადება მეგონა. თუმცა მე თვითონ ერთანი ვარ პროფესიი და მაგრამ ბევრი რამე არ ვიცი, ჩვენ ხომ ადამიანები ვართ და ეს აუტიზმიანი ბავშვები, მძიმე ბავშვები ატყამენ კედლებს თავს, იკვენენ როგორც გითხარი და ამ მდგომარეობიდან გამოიყვანა თავისი შვილი. შემდეგი შეკითხვა. უმეტეს შემთხვევაში რომელ ქვეყნებშია ამ ბავშვები აუტისტი ბავშვების რაოდენობა? და ლეტალია ეკითხება, პანდორა, შენ თუ იციო ეს, თუ ხარო ამ საქმის კურსში? კიო, პანდორა პასუხობს, მე ამ საქმის კურსში ვარო. საერთოდ თავიდანო ერთი აუტიზმი ბავშვი იბადებოდაო 1000 ბავშვზე. ზოგჯერ 1000-ზე მეტი. მეტზე იბადებოდაო ერთი ბავშვი და ახლა დიდი იზრდებაო რაოდენობა ასეთი ბავშვებისა 1000 ადამიანზე. მაგრამ თავიდანო ამ ეს აუტიზმიანი ბავშვები იბადებოდნენო, დაიწყო ბევრი ბავშვის დაბადება ამერიკაში. ანუ დაიწყო ეს დიდი რაოდენობა აუტიზმიანი ბავშვების მოსვლა ამერიკაში. სადღაც 60-იან 70-იან წლებში. რადგან იმ პერიოდში ამ 60-იან 70-იან წლებში დაიწყო ქიმტრელები. ანუ ხარჯში რაღაცების გაფანტვა და დაიწყეს ექსპერიმენტები აცრებთან დაკავშირებით. და ამ აცრებიდან წამოვიდა ეს ყველაფერი. და რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ რადგან ჩვენი მტრები იქ რაღაცებს ჩადიოდნენ, აქ იგულისხმებიან ოკუპანტები. და იქაური ექიმებიო მიხვდნენ თუ როგორ ჩაუტარონო რეაბილიტაცია ასეთ ბავშვებს. და მე ვნახე ერთი ვიდეო, სადაც იყვნენ ტყუპები, ორი გოგონა, სადაც ერთი გოგო იყო ნორმალური, მეორე გოგო კი იყო აუტიზმიანი. თან მძიმე ფორმის აუტიზმი ჰქონდა. თან დამატებით ამას DCP ჰქონდა. ის არ ლაპარაკობდა. და როდესაც მათ შეუსრულდათ უკვე 18 წელი და ეს ავადმყოფი გოგონა, თუმცა მას ამეცადინებდნენ, მას ყურადღებას აქცევდნენ და საერთოდ ხმას არ იღებდა
მას ასწავლდნენ წერა-კითხვას და ეგონათ მაინც არანაირად რეაგირება არ იქნებოდა, მაგრამ მაინც ასწავლიდნენ. და მას ასწავლეს ერთი თითით ბეჭდა კომპიუტერზე. და როდესაც 18 წლის ასაკში მისი ნორმალური და თხოვდებოდა, მან ერთი თითით ათქი უყურებდა კლავიატურას, დაბეჭდა კომპიუტერში, თავის დას წერილი დაუბეჭდა. როგორ მიყვარხარ მე შენ, ჩემო დაიკო. და როგორ მიხარია მე შენ რომ გთხოვდები. ყველა იყო შოკირებული. არ ელოდნენ ამ დროს ალაპარაკდა მისი სული. მაშინ რასაკვირველია სული იყო. და როდესაც მე ვუყურებდიო ამ ფილმს, მე ვტიროდიო. თავარიაო, ჩვენო სულთან დავადგინოთო კონტაქტი, ურთიერთობა. მძიმე მდგომარეობაში ყოფნი აუტისტიც კი ეს არისო ყველაზე უდიდესი უზარმაზარი ნათელი კრისტალური სული, რომელიც მოვიდაო ამ ჩვენ სამყაროში. შეიძლება ასეთი ბავშვები, ბევრი ბავშვები ასეთი აგრესიულად ეცემიან ხოლმე დედებს, მშობლებს საერთოდ იკვენებიან. არა, ეს არის ისეთი სულიო, რომელსაც უნდა გაუკეთო ჰარმონიზაცია და უნდა შეიყვანო ისეთ სიხშირეში, რომ თანასწორობა იყოს. რუსეთში დიდი რაოდენობით ბავშვები აუტისტები არ იყო, მაგრამ როდესაც რუსეთში დაიწყესო ხარში ქიმტრელების გაშვება და როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ეს ქიმტრელები გაჩნდა მაშინ რუსეთის თავზე, ესენგეთ ქვეყნების თავზე და ამის შემდეგა რომ მოიმატა ამ ბავშვების აუტიზმიანი ბავშვების რაოდენობა და არიან ისეთი ექიმები, რომლებიც ბავშვები გამოყავთ საკვების დახმარებით. ბევრი ბავშვი ვერ ჭამს ხორბლის ნაწარს და როგორც იცით, საერთოდ პური შეიცავს წებოს, ხო? და ეს წებო ჭედავს თურმე შიგნის ნერვულ სისტემას და ეს ბავშვები, როდესაც ჭამენ ამ პურისგან დამზადებულ კერძებს, პროდუქციას, მათი შიგნის ნერვული სისტემა იწებება და ისინი ხდებიან აგრესიულები. და ასეთ ბავშვებზე არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში ნეიროლეპტიკების მიცემა. კი, ეს ნეიროლეპტიკები რაღაც აგრესიულ მომენტებს აქრობს, მაგრამ ბავშვი არასდროს არ გამოვა მდგომარეობიდან ან ნეიროლეპტიკების მიღების შემდეგ. შემდეგი კითხვა, რით განირჩევა ნორმალური ბავშვების და აუტიზმიანი ბავშვების აურა. და საერთოდ რადგან ახლა სიხშირეები იცვლებაო, დიდი ხანია სიხშირეებმა ცვლა დაიწყო 2009 წლიდანო, დაიწყო იბადებიანო ძალიან ძლიერი ენერგიით, ძლიერი ენერგეტიკის ბავშვებიო. ხო, როგორც თქვა პანდორამ, ინდიგო ბავშვებს აქვთო ლურჯი ფერის, ცისფერი, ღია ფერის, ლურჯისფერის აურა, ბავშვებს გარლავაის ჩაკრა, ზოგს აქვსო უფრო ღია ფერის, ღია ლურჯი ფერის აურა. ხო, ესე იგი, გარლავაის ჩაკრა რა ქვია? ჩაკრა აქაცა განლაგებული, სადაც ხმის ისენია და ადამიანს ვისაც შეუძლიათო სიმღერა, საერთოდ კონცერტებით გამოდიანო, ისინიც არიანო ძალიან ძლიერი ბავშვები, კრისტალი ბავშვები, რომლებიც არიან დაკავშირებული დედამიწის გულთან, დედამიწის კრისტალებთან. არიან ნორმალური ბავშვებიც, რომლებიც არიან კრისტალური სულის, მაგრამ ისინი მაინც ცოტათი რაღაცით განირჩევიან, ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან, ხატავენ ღერი და ჩვენმა ოკუპანტებამ მტრებმაო ასეთი გამრუდება გააკეთესო, ასეთი ბავშვებიო, ესე იგი ხო არის რომ მაგალითად სანამ ასეთი სული იბადება, მაგით წყვეთ თუ რომელ ოჯახში წავიდეს, დაიბადოს. ამ დროს ამას აკეთებდა კიდე ფარული საიდუმლო კოსმოსური პროგრამებში, აკეთებდნენ ასე. ხო, ძალით აგზავნიდნენ სულს იმ ოჯახში, სადაც მაგათ უნდოდა და ამ სულით ძლიერ ბავშვებს, სულებს, უბრალოდ ძლიერ სულებს აგზავნიდნენ ეს ჩვენი მტრები ოკუპანტები ისეთ ოჯახებში, სადაც მას ვერ იღებენ ისე როგორც საჭიროა და არ უწყობენ ხელს, რომ პოტენციალი გაუხსნან ამ შულს. და ისინი ტყდებიან, ისეთ პირობებს უქმნიან, რომ ისინი ტყდებიან.
წდებიან და რას ნიშნავს ეს? ლოცდებიან, ნარკომანები ხდებიან, ქურდობას იწყებენ, ყაჩაობას იწყებენ, ან ტირანები გამოდიან, ან თუ ეს ხალია შეიძლება რუსიც გახდეს. ნუ არ ქონდეს მაგის გაჭირვება, შეიძლება მდიდარი იყოს ფულიანი, მაგრამ მაინც მრუშობა უნდა, ანუ სექსუალური მოთხოვნილება აქვს. სხვათა შორის, კაცებსაც რო სექსუალური მოთხოვნილება აქვს, ეს ჩვენ საზოგადოებაში მიაჩნდათ ადრე, თორე სინამდვილეში ეს არ არის ნორმალური. ეს არის ავადმყოფობა. შენი სული, რომელიც არის ცარიელი, მას უფრო ფიზიკური მოთხოვნილებები აქვს. და ადამიანები, რომლებიც არ ვითარებენ თავის სულს, იმდენად არ ფიქრობენ სექსუალურ მოთხოვნილებაზე, რადგან ისინი ძღებიან სულიერი მუშაობით, სულიერი საკვებით. და მაშინ ახლა საჭველი ავიღოთ, მე როდესაც აკეთებ ვიდეოებს, ან ვქნიან ხატავა რაცხა, ან ხსოვ, ან რაღაცას ისეთ ვაკეთებ, რაც მე სიამოვნებს. მე იმდენად მოთხოვნილება საჭმელში არ მაქვს, თუმცა დიაბეტი მაქვს. მაგრამ თუ დაუშვათ ველოდები რაღაც საკითხს გადაჭრას, ან ინტერნეტი გამეთიშა მაგალითად, მაგრამ წერ ხო რაღაცას დაუშვათ, ან ვაკეთებ, მაგრამ შია, იმიტომ რომ მე ეს გრის, ეს ყვებავს, ჩემს სულს ყვებავს, ეს ყველაფერი, რასაც მე ვაკეთებ. ამიტომ მე მინდაო უთხრაო დედიკოებს დააკვირდით თქვენ შვილებს, ახლა ისეთი ბავშვები მოდიანო, ხელის შეწყობა სჭირდებათო. დააკვირდით თქვენ შვილებს და ყველანაირად შეუწყოთო ხელი, რომ მათი პოტენციალი გაიხსნასო. რადგან ისინი მოვიდნენ მეომრებად პლანეტის გადასარჩენად. და მათ, ვისაც ჩვენ ველოდებოდით, ისინი ახლა ჩვენ გვერდით იმყოფებიანო. და მე წინა ვიდეოში ვახსენე ღმერთები, წარმომადგენლები, კოსმოსური სამყაროსი. ეს ღმერთები ყველა არიან ჩამოსული დაბლა, რომლებიც ჩვენ ღმერთები გონიათ და სინამდვილეში ის ღმერთები, რომელსაც ზოგჯერ მიმართავთ ჩვენ ხო როგორც ღმერთებს, ზოგი მე არ მიმართავ როგორც ღმერთს, არავის მე სამყაროს მიმართავ. ის ღმერთები არიან აქ დედამიწაზე, დედამიწის დასახმარებლად არიან მოსულები, მაგრამ ბევრჯერ ძინავთ. და პანდორას მაგას ამბობს. ისინი ახლა ყველა არის დედამიწაზე, ყველა, რადგან ახლა ისეთი პერიოდია, რომ ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. შემდეგ შეკითხვა, არის თუ არა კავშირი ბავშვებ აუტიზმს და აუტისტ ბავშვებთან და ინდიგო ბავშვებს შორის. და რა აქვს საერთო მაგათ. და ლეტალი ამბობს, რომ მე ვარ ერთ-ერთი პირველი ბავშვი ამ ინდიგო ბავშვებისგანო. მაგრამ მე ეს საკითხი არ შემისწავლეო, ამიტომ შენ უპასუხო ეუბნება პანდორას. კი, აუტიზმიან ბავშვებს შორის და ინდიგო ბავშვებს შორის არისო კავშირი, მაგრამ არც ისე დიდი. მე არ გულისხმობ ფიზიკურ კავშირს. მათ შორის არისო მენტალური კავშირი. ერთი ენერგია, რომელიც ეხმარება მეორე ენერგიას. ჩემი უფროსი ვაჟიო არისო და მისი აურა ადრე იყო ინდიგო, მას ჰქონდა ადრე ინდიგოს აურა. შემდეგ მისი აურა გახდა სადღაც მოლურჯო, მოცისფრო. და ის ბავშვობიდან ხედავდაო თუ როგორი იყო მისი უმცროსი ძმა. და მეკითხებოდაო, მას რატომ აქვს თეთრი აურა და რატომ არ არისო ისეთი როგორც მეო. საერთოდ ისინი მიდიანო ტანდემში და საერთოდ ყველა სულები, ვინც მოვიდაო ახლა დედამიწაზე, მალე დაიწყებინო ერთმანეთის გრძნობას, გაერთიანდებიანო რა. და შემდეგ შეკითხვა, თუ შეიძლება რეგრესიული თერაპიით ასეთი ბავშვების განკურნება, აუტიზმიანი ბავშვების განკურნება. ამ გზით განკურნებას ბევრი ვერ ბედავს, რადგან ეს განკურნების მეთოდი ბევრ ქვეყნებში მიუღებელია. ამიტომ ძალიან რთულია ვინმე დაითანხმო, რომ ამ მეთოდით უმკურნალონ ასეთ ბავშვებს. ამ გზით, ამ რეგრესიული ჰიპნოზის გზით კი შეიძლება რაღაც ნაწყვეტი ამოიღო, შემდეგ შეაგროვო, მაგრამო და როგორც მე ვთქვიო, ასეთი ბავშვები, აუტიზმიანი ბავშვებს ავტო
დიდი სული, დიდი ენერგეტიკა და ეს სული ვერ შედის მათ გამრდებულ ორგანიზმში, მაგრამ ესენი ამ მდგომარეობაშიც კი თავისი გამრდებული სხეულით ეხმარებიან დედამიწას გამრდების გასწორებაში, რაღაც გამრდებების გასწორებაში, ანუ რაღაცების გამოსწორებაში და ვიბრაციის მომატებაში. და ის ბავშვები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან, აუტიზმიანი ბავშვები, მათაც ძალიან დიდი სული, ძლიერი სული აქვთ და უბრალოდ ეს სული არ არის სრულიად შესული ორგანიზმში. ვერ შედის, რადგან სხეული არის მათი პრობლემურია. და ასეთი ბავშვები ზოგჯერ თავს მიმართავენ როგორც მეორე მესამე პირი, რადგან ისინი ხედავენ სამყაროს გვერდიდან. წამოიდგინეთ ახლა თქვენი სხეულის გვერდით იდგეთ, ხო? ან არა, უფრო ისეთი მაგალითს მოგიყვანთ, რომ გაიგოთ. ახლა თქვენ გახართ მაგალითად ხესთან. ცოტა პრიმიტიული მაგალითია. ხო? არა, ეს მაგალითი არ გამოდგება, როგორ აგიხსნათ. ასეთი ბავშვები უყურებენ სამყაროს, იცით როგორ? არა ფიზიკური თვალებით, არა ფიზიკურად. გესმით? ფიზიკური თვალებით კი არ უყურებენ, არამედ უყურებენ სულიერი თვალებით. გვერდიდან. მათი სულიერი სხეული სულით იყურებიან ყველგან. სხვათა შორის ასეთი ბავშვები წვრილ დონესაც ხედავდნენ იქნება, რადგან მათი სული წვრილ სამყაროშია, ჩვენიც. ჩვენ ფიზიკურ სხეულში ვერაფერს ხომ ვხედავთ წვრილ დონეზე რა ხდება და ჩვენი სული ხედავს ამას. მისი სულიერი თვალებით, მაგრამ ჩვენი სული ჩვენ სხეულშია და აუტიზმიანი ბავშვების სხეულში არაა სრულიად შესული ეს სული და იყურება გვერდიდან. და იცით რა, მე რას დავაკვირდი, ახლა სადაც მე ვარ ნაქელავებში, ამ ოჯახის ბავშვი, შვილი ბიჭი უფროსი არის აუტიზმიანი, შეძენილი, ანუ დაემართა ეს 10 დღის შემდეგ. და ხოლმე ეს ბავშვი რო ჩამოვა და აქ თავისთვის თამაშობს, სათამაშოები არ აინტერესებს, დაждდება უყვარს ხანდახან საქანელა. ხო და რო დაждდება საქანელას იცინის რაღაცას, ვიღაც ამას აცინებს. მე ხა ვერ ვამბობ ვერაფერს რატომ და ამ ოჯახისთვის ეს ძალიან დიდი ტრაგედია, ძალიან ხო, კიდეც გამიბრასენ და გამლანცხენ. პატარა ბავშვით დამტუქსენ. მე სული და უეშმაკოთ რაღაცებს, მე ხომ ასეთ ავამტყუებთან საქმე არ მქონია. მეკითხებოდი და ეგენი თავიდან არაფერს ამბობდნენ, მაგრამ მე ჭყლენტვა დაიწყო, ჩემი შენ ამას რატო კითხულობ, იმას რატო კითხულობ და მივატოვე. ვიცი, ძალიან მტკივნეულია, მაგრამ იცით რა, მე მივხვდი, რომ ამათვა ვერ მიიღეს ეს ბავშვი. კი, მიეჩვიენ მის მდგომარეობას, მაგრამ ვერ მიიღეს ეს ბავშვი ისეთი როგორიც არის. იმიტომ რომ დაუშვა თუ იტყვი, აი მან ნახე რა ქნა, წამოსება ხანდახან, ახე რა ისროლა სახურავზე. ოჰ, კაი რა, ყველაფერზე ბავშვი ხო ეუბძალა, და ხელად ჯიშებია. ხო? მე მგონი მათმა ვერ მიიღეს ჯერ, კი, შეეგუენ ამ სიტუაციას, მაგრამ ვერ მიიღეს და მე დავაკვირდი იმას, რომ ეს ბავშვი ხოლმე იცინის. რაღაცას უცინის, რაღაცა უხარია. ხო და ის ხედავს ხომ წვრილ სამყაროს. ხედავს, მე ამას ვერ ვიტყვი. იმიტომ რომ კიდევ გავილამძღები.
რაღაცებს უყურებს ის ბავშვი. ხანდახან იცინის. ესმის მაგას, ძალიან ბევრი რამე ესმის. და მე ვერ ვიდა მაგის თქواس. რომ ასეთი სიტუაცია, რომ მე ამას ვამჩნევ. რომ ვიღაცა მას ეკონტაქტება, ვიღაცებს ხედავს. არ ვიცი ახლა ეს პანდორამას თქვა რომ აგერ რომ ასეთი ბავშვების სრულიად არა ხელში შესული, არამედ იყურებიან წვრილი სამყაროდან. სულ სხვა მხრიდან. სხვანაირად ხედავენ ყველაფერს. ხო, აი ახლა თქვა იმან, ფიზიკური სხეულიდან კი არ იყურებიანო, სულის მხრიდან იყურებიანო, ანუ სულიერი თვალებით. ეგ ის სულ სხვადასხვა ხედვა. რაც შეიძლება ჩვენ ვერ ვნახოთ ფიზიკური დონეზე, ისინი ხედავენ ყველაფერს სულიერ დონეზე. და ცნობიერება, მათი ცნობიერება სხეულში არაა, მათი ცნობიერება სულთან ერთადაა. იმიტომ მათ რო უჭირთ ფიზიკურად ვერ ლაპარაკობენ, მაგრამ მე ერთი რამ მიგკურს. კაი, დაბადებული აუტიზმიანი ბავშვები მესმის, მაგრამ შეძენილი აცრის შემდეგ, ვისაც დაემართა აუტიზმი, ხო, ერთი ისტორიას მოგიყვებით, ამერიკაში მოხდა ეს ამბავი. დიდი ხანი შულს ელოდებოდა ერთი იურისტი ქალი. დაებადათ გოგონა და სანამ აცრა გაუკეთდებოდა ამას ერთ-ერთი აცრა. ბავშვი იყო სიცოცხლის უნარიანი. და ამაცრის შემდეგ ბავშვს თვალებში ნაპრწყალი გაუქრა. ხო, და მხოლოდ ერთ-ერთს უყურებდაო. და მე რა დავასკენი ახლა? ეტყობა, როდესაც აუტიზმი ემართება, ხო, ბავშვს, მისი სული გამოდის ნაწილობრივ სხეულიდან. ალბათ. რადგან რაღაცამ მიზეზი რაღაცის არ ვიცი მე რა გამოიწვია ეს რომ მოხდა ეს ორგანიზმში რაღაცის მიზეზი რამაც გამოიწვია ეს ამოტყობა სული იქ მე ვერ გაჩერდა. აბა რაღაც სულის ნაწილი დარჩა იმ ბავშვში გამოვიდა მე მგონი. მე ასე ფიქრობ, ასეთი დასკვნა გავაკეთებ. ხო და ლეტალია უმეტეს რომ მაგიტომაო ტრადიციული მედიცინა ვერ იღებსო ვერ კურნავსო ასეთ ბავშვებს, რადგან ის მხოლოდ ფიზიკურ სხეულს აღიარებსო, ის სულს არ აღიარებსო. და ამით დამთავრდა ეს ვიდეოც. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. არც ისე დიდი ვიდეო ყოფილა. 27 წუთი. დროებით.